პირველ ადგილზეა, მაგრამ ნაკლები თამაში აქვს და ამიტომ ყველაფერი წინა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ მატჩს ორივე გუნდისათვის. ქუთაისელები განიმყარებენ უპირატესობას და განიმყარებენ წრეში პირველ ადგილს, ხოლო ბათუმი უნებრივია თითქმის გადაწყვეტს თუ ადრევანდელ შეხვედრას მოიგებს. პლეი-ოფში გასვლის საკითხს ლომიძის ორგულიანი ჩააგდო ლომიძე. დავით ლომიძე ამ ორი გულის მომტანი თავისი გუნდისათვის. სტუმრების შეტევა გალათასარაიში მოხდა. ბრენჩლი სამიანი გაუშვა. ჩააგდო ბრენჩლი, ჩავარდა 5-0. აი ესეთი დაწყება გუნდებისა. უბრალოდ კარგად დაიწყო მატჩის გაიწყეს მატჩის სტუმრება. გაიცნების შეტევაზე ოჩკიკიძე ვალიშვილი პერიმეტრიდან მარტოა სამიანზე სპორტსმენი ჩააგდო. 5-3 აგით ვალიშვილი. ესენთა გუნდის კაპიტანი, რომელიც აღმავლობით ატარებს ბოლოს შეხვედრებს. ერთ ხაზიდან ბურთს თამაში. უილიამსი ზოლაში ჩააგდო უილიამსმა ეს ორგულიანი. მას ოჩკიკიძე ედავდა, მაგრამ უილიამსმა ბოლომდე შეაღწია სამწამიან ზონაში და მოახერხა რთული ბურთი ჩაგდება დვალიშვილი სულაბერიძე ოჩკიკიძე ფარქვეშ, მაგრამ ოჩკიკიძემ ვერ ჩააგდო. ახლა უილიამსი იდგა დაცვაში და შეძლო ის რომ ოჩკიკიძეს არა აღებინა ურიქულა სამწამიანი ზონიდან. უილიამსი ბრენჩლი კარგი შესვლა, კარგად ითამაშეს დაცვაში ქუთაისელებმა, მაგრამ საბოლოოდ მოხსნა სტუმრებს დარჩა. სამიანი გაუშვა, ლონდარიძემ ვერ ჩააგდო, ოჩკიკიძე სწრაფად გადადის შეტევაში. ბერეკაშვილს დაუბრუნა ბურთი, მაგრამ ბერეკაშვილმა ვერ შეძლო ბურთის დამორჩილება. ლომიძე ფარქვეშ და 2 გულა. 3-9, 6 გულა ამას სტუმრების უპირატესობა მატჩის დებიუტში. ბერეკაშვილი სულაბერიძე ჩაუგდო სამწამიან ზონაში, ოჩკიკიძე მოძებნეს, ბერეკაშვილს ამოუტანეს პერიმეტრიდან გაუშვა, ბერეკაშვილმა ჩააგდო. 6-9 უილიამსი იწყებს თავისი გუნდის ახალ შეტევას. ლომიძე კარგად თამაშობს ბერეკაშვილი დაცვაში. დაატოვებინა ლომიძეს ბურთი, ფარქვეშ დვალიშვილი, 2 გულა. ვიცრა ამრვაკული და 5 აგაგი დვალიშვილის ანგარიშია. 1 სამიანი, ახლა 2 გულიანი და 3 გულა მასპინძელთა გუნდს ბერეკაშვილმა შეძინა. ვიცხა მინიმუმამდე დაიყვანეს მასპინძელებმა ანგარიშის სხვაობა. ბრენჩლი შევიდა ფარქვეშ, ლონდარიძეს დაუგდო, ლონდარიძემ ხორცნა ჩააგდო და პერსონალური შენიშვნა ბერეკაშვილს. ეს ორი ბურთი ითვლება, ეს 2 გულიანი ითვლება ბუნებრივია. 2 გულა ჩაითვალა ედვანი. საჯარიმო ხაზზე დადგება ილია ლონდარიძე, ბათუმისა და საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი. ესეც გამოიყენა და 3 გულიანი გამოვიდა ლონდარიძეს აი შეტევა. უილიამსი იწყებს თავისი გუნდის უილიამსი არა, ჯოინერი თავისი გუნდის შეტევას, ბერეკაშვილი, ჯოინერი, ლონდარიძეს პერსონალ, სულაბერიძე, ჯოინერი, 8 წამი ქუთაისელებს შეტევისათვის ოჩკიკიძე, სამიანი გაუშვა, ვერ ჩააგდო. კარგად ითამაშა დვალიშვილმა, თითქმის დაკარგული ბურთი მოიპოვა. ბერეკაშვილი, უილიამს, ჯოინერი, ორიანი გაუშვა, არაზუსტია. ბურთის სტუმრებისა უილიამსი ხსნის ასილებულ ბურთს და სტუმართა შეტევაც იწყება. ლომიძე, სამიანები, კარგი სამიანი აქვს ლომიძეს, ის საჩემპიონო წელს შარშან ქუთაისის ღირსებას იცავდა. მას ძალიან კარგი ხორცნა აქვს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თავის ხორცნების სიზუსტეში. ჯოინერი ჩააგდო სამიანი ჯოინერი. გარდა საჭირო
ქულა 11-15-4 ქულა სტუმართა უპირატესობა ძიმე დაიწყეს მასპინძლებმა შეხვედრა ბუნებრივია ისინი შეესწებიან გამოასწორონ ბრენჩლი 3 თვეუბასუხა ოჩკიკიძე სულაბერიძე შაუნდო სულაბერიძე ჯოინერი ბოლო ოჩკიკიძე დვალიშვილი სამიანი ჩააგდო დვალიშვილი ბრავო კაკი დვალიშვილი ესაც უკვე მატჩის დასაწყისი საუკეთესოა ის თავის გუნდის შემადგენლობაში სამიანი უილიამს არავინ ედგა მასწინ და მანაც შეძლო ამ სამგულიანით მოთავსება მეტოქის კალათში თავისუფლად ასრულებენ გუნდს სმიტი გამოჩნდა მასპინძელთა შემადგენლობაში არაზუსტი გადაცემა ბურთი სტუმრებს ბრენჩლი უილიამსის დატოვება უყურადღება და არ შეიძლება მას საკმაოდ კარგი ხორცნა აქვს აუტანა გულიევამ ვერ ჩააგდო ბრძოლა ბურთისათვის ბურთი ბრენჩლზე ხორციდან ჩააგდო 9 ქულა სტუმრების უპირატესობა ჯოინერი ვალიშვილი ჯოინერი შევიდა ხორცნა ჩააგდო 7 ქულამდე დაიყვანა ჯოინერმა ანგარიშის ხვაობა სტუმრები უილიამსი რატომაც დაცვას საერთოდ ძალიან სუსტად გამოიყურებიან მასპინძლები დაცვაში ამით კარგად სარგებლობს მეტოქე უილიამსის თავკაცობით და კიდევ ერთი მორიგი 2 ქულა შეძინა უილიამსმა 9 ქულა სტუმართა უპირატესობა სულაბერიძე სმიტი ფარქვეშ ხორცნა ჩააგდო სმიტმა გულიევა ბრენჩმა მოხსნა აცილებული ბურთი მოკლედ ბრენჩი შეუდარებელია რანდეთ აიღო ბოლო თუ შესვენება მასპინძელთან დამრიგებელმა კოდეთ უშმა 3.18 მიასწედი წამი პირველი მეოთხედის დამთავრებელს ბეტსტონი და მე-13 ნომრის სტუმართა შემადგენლობაში შეასწავლა ლუკა კალადოზიშვილი სმიტი ახლა ისგას გამთამაშელის პოზიციაზე კორსანტია ჩაუგდო შევიდა კორსანტია ხორცნა ჩააგდო სასამიან ზონაში 20-27 7 ქულა სტუმართა უპირატესობა გულიევა კარგად ითამაშეს ქუთაისელმა დაცვაში დაუფარა კერძოდ კი სულაბერიძე იყო მან დაუფარა გულიევას და მასპინძელთა მაგრამ არაზუსტი გადაცემა კარგად ითამაშეს დაცვაში ქუთაისელმა დაიბრუნეს ბურთი ბექაური სულაბერიძე სამიანი გაუშვა პერიმეტრზე ჩააგდო სულაბერიძე 23-27 სულაბერიძე ამ 3 ქულის მომდანი კალადოზიშვილი გულიევა სულაბერიძე უდგას გადაუკეთა ფარისაკენ მიმავალი გზა გაიჭედა სულაბერიძე გაუტანა სამქულიანი ხორცნა ვერ ჩააგდო კალადოზიშვილმა კი თვითონ მოხდა აცილებული ხორცნა ვერცეს გამოიყენა მაგრამ ჩააგდო პირველი 28-23 ხუთქულიანი გახადა სტუმართა უპირატესობა შეასრულებს მეორე საჯარიმოს მეორეც გამოიყენა მან საკმაოდ კარგად ჩაატა პირველი მეოთხედის გარკვეული ნაწილი საგის სასწენი პერსონალური შეერთება სტუმართა 29 ნომერს ოთარ პერდაიას მისთვის პირველი პერსონალურია და გუნდური მეორეა სტუმრებისათვის ბექაური სულაბერიძე სამწამიან ზონაში კორსანტია იყო ვერტიანიშთა სულაბერიძე საუბრეს კარგად გაითამაშეს ორწლიანი კომბინაცია უბრალოდ სამწმენი სმიტი სულაბერიძე ბექაური და ბექაურის 2 ქულა
25-29 უილიამსი შევიდა უილიამსი ასეთი თავისუფლად უმიცეს მასპინძლა ის ყოველთვის დაჩაგრავს და ყოველთვის მოუტანს სარგებლიანი იქნება მის სეკუნდისათვის სულაბერძემ შორეული სამიანი გაუშვა არაზუსტია ერთაია პრენსტონი პარკეშ კარგად დაუდგა ბექაური სმიტი შევიდა პარკეშ ხორცნა ჩააგდო 27-31 4 ქულამდე დავიდა უილიამსი არ შეემჩნია მოვსანდია გაცდა მას და 2 ქულა უილიამსი კიდევ ერთხელ გვაჯერებს და გვიმტკიცებს და გვანახებს მის ზალას ამ კალათბურთელის ასე უმეთვალყურო დატოვება არ შეიძლება სმიტი კავტარაძე სულაბერძეს აუტანა პერიმეტრზე და სულაბერძემ სამიანი გაუშვა არაზუსტია ბოლო წუთი პირველი მეოთხედისა უილიამსი ვერტაია სამიანი კუთხიდან ვერ ჩააგდო სმიტმა მოხსნა ბექაურს გადააწოდა და ბექაური ფარქვეშა ხორცდა ვერ ჩააგდო თვითონ ვერდის აცილებული კუთხიდან ვერ აიღო და სუბრები იწყებენ შეტევას ბრენჩლი მარტოა სამიანი გაუშვა არ ვარდება უილიამს სმიტის აცილებულ მურს ბექაური არაზუ მასპინძელთან შემადგენლობაში სამივე მაღალი კალათბურთელი მოედანზეა კონსტანტია დვალიშვილი და ბექაური მასპინძელობაში რა თქმა უნდა ბევრი ფარი წააგეს თუმცა მასპინძელებმა პირველი მეოთხედი საწვენი პერსონალური შენიშვნა ლონდარიძეს ილია მეორეც გამოიყენა 4 ქულა სტუმართა უპირატესობა 29-33 ასეთი ანგარიში ვერტაია დგას ახლა გამთამაშებლის პოზიციაზე ისვენებს უილიამსი ბრენჩლი ლომიძეს გაუტანა ლომიძე ვერტაიას დაუბრუნა ლონდარიძეს კარგად თამაშობს დაცვაში კერძოდ კი კორსანტია ბექაური არაზუსტი გადაცემა სმიტის და ბრენჩლიმ შეძლო ვერ ჩააგდო ვერც მეორეს ვერც მესამე ვერც ბრენჩლი ვერც ხუთი ქულა სტუმართა უპირატესობა მეორე გამოიყენა ჯოინერი იწყებს თავის სეკუნდის შეტევას ბექაური პერიმეტრზე სამიანზე მარტოა ხორცდა ვერ ჩააგდო ბრძოლა ბურთისათვის ბურთი რჩება მასპინძელს ჯოინერი სმიტი სამიანი გაუშვა ვერც მან ჩააგდო დვალიშვილი ხის აცილებულ ბურთს ბოლო კაგი დვალიშვილმა ჩააგდო 31-34 პირველ ნახევარში მასპინძელებმა ფარი ბევრჯერ წააგეს და ალბათ ამის გამოძახილია ზუსტად სამივე განმაღალი რომ მოედანზეა ერთაია კალათოზიშვილი ლონდარიძე სამსამიან ზონაში მას დვალიშვილი უდგას ბრუნი 2 ქულა რაც კარგად გამოდის ილია ლონდარიძეს ბრუნში 2 ქულა შეძინა თავის გულს და 5 ქულამდე აიყვანა ისევ თავისი გუნდის უპირატესობა ჯოინერი დვალიშვილი კორსანტია სტუმართა ხუთეული კალათოზიშვილი ლონდარიძე ლომიძე ბრენჩლი და უილიამსი ძირითადი ხუთეული დაბრუნდა უილიამსი მოედანზეა მოძრაობა შევიდა კარგად ხორცდა ჩააგდო ძალიან კარგია უილიამსი დღეს ვერ ჩააგდეს მასპინძელმა სადის სასტვენი პერსონალური შენიშვნა ბერეკაშვილს 31-38 ესეთი ანგარიში 7 ქულა სტუმართა უპირატესობა ლომიძე შემოაქვს ბურთი ლონდარიძეს აუტანა ბრენჩლი უილიამსი ლონდარიძე სამიანი გაუშვა ლონდარიძე ვერ ჩააგდო მაგრამ ისეთი ასპრა დაკოდა ბრენჩლის მეუვიდა და ბრენჩლიმ რა თქმა უნდა ჩააგდო და გამოიყენა თავის შანსი 9 ქულა
გაუპირატესობა. შემოაქვს ბურთი. კორსანტია ვალიშვილი ჩაუგდო საწამიან ზონაში ხორცმა დალიშვილა და ჩააგდო 33-ით 40. 40 კულა გუნდს გაეშვას ქუთაისი ყავს ხედელობაში 1/4 და 3 წუთში აი ამ დარბაზში მე ჯერ არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში წელს უილიამსი ლომიძე უილიამსი პერსონალური შენიშნა ლომიძე მართა შეტევა უილიამსი მოძრაობების კასკადი აუდანა ლომიძემ სამხულიანი გაუშავა ვერ ჩააგდო კორსანტია მოხსნა აწილებული ბურთი და მასმიძელთა შეტევაც დაიწყო კორსანტია შევიდა ფარქვეშ კორსნა ვერ ჩააგდო მეორეც გამოიგენა 5 კულამდე დაიყვანა ანგარიშის წყობა 5 კულა სტუმართა უპირატესობა და სტუმართა შეტევების სულის ჩამდგმელი უილიამსი იწყებს აი ამ შეტევას ბრენჩლი თავისუფლად დატოვეს და ბრენჩმაც გამოიყენა ეს შანსი მარტოდ იყო არავინ ბრენჩს არ ეთამაშებოდა ბრენჩმაც თავისუფლად გამოიყენა არაზუსტი გადაცემა მასპინძლებისა და სტუმრების შეტევა ბრენჩლი ფარქვეშ ალბათ 2 კულა კი ბატონო 5 კულა გააკეთა ბრენჩმას თუ რაღაც 20 წამში 10 კულიანია სტუმართა უპირატესობა ძალიან ცუდი დაცვა ვერავით არ კრიტიკას ვერ უძლებს ხუთი ვესია ქუთაის დაუპირისპირდება ნახევარფინალში თესეუ გურჯაას როგორც მოგახსენებთ 15 აპრილს დაიწყება ეს შეხვედრები და 16-ში უკვე დამთავრდება 4 თაფლიანი და გამოვლინდება თასის გამარჯვებული გუნდები გამოვიდნენ მოედანზე განახლდა შეხვედრა სმიტი მარტოა რატომღაც არ ესროლა ვერეკაშვილმა გაუშვა კუთხი და სამიან და ოჩხიგიძე გახდადეს მეშვიდე ნომერი მასპინძელთა შემადგენლობაში და 3 კულა 38-ით 45 უილიამსი ბრენჩლი კორსანტია უდგას ახლა მას მოძრაობების კაცადი შევიდა ბრენჩლი ვერ ჩააგდო მაგლინი ფარქვეში მძვის ვერ ჩააგდო პერსონალური შენიშვნა მეორე ჩააგდო 8 კულა ჯოინერი კორსანტიას გადააწოდა კორსანტიამ ოჩხიგიძე მოძებნა სმიტი სამიანი გაუშვა სმიტმა და ჩააგდო 41-45 5 კულამდე დაიყვანა სმიტმა ამ სამიანით სტუმართა უპირატესობა უილიამსი ოჩხიგიძე უდგას მას მაგლინი გალადოზიშვილი უილიამსი ახლა კორსანტია დგას მისი ნამდვილ მოძრაობების კასკადი და შეძლო უილიამსა 2 კულის მოტანა დაიჭირა მან კორსანტია მოძრაობაზე და 2 კულა შეძინა თავის გუნდს 7 კულამდე აიყვანა მან ანგარიშის ხვაობა კორსანტია ჩააგდო კორსანტიამ სამხულიანი იყო ეს 44-48 4 კულა სტუმართა უპირატესობიდან დარჩენილი უილიამსი ბრენჩლი გალადოზიშვილი მაგლინი გაჭედეს მაგლინი დაგარგა მაგლინმა ბურთი მასპინძლების შეტევა იწყება ოჩხიგიძე კორსანტია შორეული ორიანი და ჩააგდა და 2 კულამდე დაიყვანა ანგარიშის ხვაობა და ბერიშვილმა და დვალიშვილი ასეთია მასპინძელთა ხუთეული 3-43 მატჩის მეორე მეოთხედის და პირველი ტაიმის დამთავრებამდე უილიამსი იწყებს სტუმართა შეტევას ბრენჩლი გალადოზიშვილი ნონდარიძე ლომიძე სამიანი გაუშვა ლომიძემ არ ჩავარდა ბურთს სმიტი ხსნის და მასპინძელთა შეტევაც დაიწყო სმიტი ჯოინერი
თვალიშვილი შევიდა ფარქვეშ, ხორცნა ვერ ჩააგდო ბრძოლა ბურთისათვის. სმითმა მიიღო პერსონალი. ვერც მეორე გამოიყენა. სმითი იწყებს მასპინძელთა შეტევას. ოჩხიგიძე, ჯოინერი. შევიდა ჯოინერი, რთული ბურთი ესრულა და ჩააგდო. გაათანაბრა ჯოინერმა ანგარიში 48-48. მე მგონი აი ახლა პირველად გათანაბრდა ანგარიში, ბუნებრივია 0-0 არ მოვხედელობაში. მის შემდეგ სუწინ იყო სტუმრები, სტუმართა გუნდი. მეორე ვერ გამოიყენა. ჯოინერი. გასორდა, განახლდა მასპინძელთა შეტევა. ოჩხიგიძე, სამიანი გაუშვა ოჩხიგიძე და ჩააგდო და პირველად წინ გავიდა ქუთაისი 2 გულით 51-49. არაზუსტი ხორცნა უილიამსის, მასპინძლებს რჩება ბურთი. ჯოინერი შევიდა კარგად, ხორცნა ვერც მეორე თვალიშვილმა მოხსნა აცილებული ბურთი და პერსონალური შენიშვნა ლონდარიძე ჰაიცამია შეტევისათვის. ოჩხიგიძე მარტოა გაუშვა სამიანი არ ვერ ჩავარდო ბურთს ხსნის თვალიშვილი. ხორცნა ჩააგდო, ეს 2 გულა ჩაითვალა და პერსონალური შენიშვნა საჯარიმო შეასრულებს თვალიშვილი. ესეც გამოიყენა ენდვანი. სამგულიანი შეტევა გამოვიდა ქუთაისელთა 2 წუთი მეორე მეოთხედის დამთავრებამდე 5 გულა მასპინძელთა უპირატესობა. ქუთაისელებმა შედარებით გამოასწორეს თამაში დაცვაში და ბუნებრივია ეს თამაშსაც და ანგარიშსაც დაეთმო უპირველეს ყოვლისა. უილიამსი, აი ეს კაცი უნდა გააჩეროთ, დანარჩენი უილიამსი ბრენჩლი. განსაკუთრებით კალადოზიშვილი ფარქვეშ კარგად ეთამაშა მას თვალიშვილი. მომბარა ბურთი, ქუთაისელთა შეტევა ჯოინერი. სწრაფი შეტევა არ გამოვიდა. ორსანტია საუტანა, ორსანტიამ შესვლა გადაწყვიტა. ბრუნი, ოჩხიგიძე ფარქვეშ, ხორცნა ვერ ჩააგდო. სულაბერძეს მივიდა ბურთი, ვერ სულაბერძემ ჩააგდო. მეორე ვერ გამოიყენა. ორსანტია მოხსნა აცილებული ბურთი. ოჩხიგიძე ორსანტია, სულაბერიძე, ჯოინერი, სამიანი გაუშვა პერიმეტრიდან ვერ ჩააგდო ბრძოლა ბურთისათვის. ბურთი რჩება მასპინძლებს. ორსანტია, თვალიშვილი ფარქვეშ, ხორცნა ჩააგდო. იმოგება და 12 მარცხი აქვს. განახლდა შეხვედრა. ლომიძე უილიამს გადააწოდა და უილიამსი იწყებს თავისი გუნდის შეტევას. ლომიძე, ბრენჩლი. უილიამსი ბლოკი მოითხოვა, საშუალო ორგულიანი ესრულა. ჩააგდო. თავისებური ტექნიკა აქვს ამ კალათბურთის ხორცისა. ოჩხიგიძე მასპინძლები ესტებიან ბოლომდე გაითამაშა ბუნებრივია ბურთი და ბოლო მომენტში შეუტიონ. ოჩხიგიძე ნახოთ რამდენად გამოუვათ. ჯოინერი ტექნიკური სტუმრებს ერთ საჯარიმო შეასრულებს თვალიშვილი. საჯდან გამათისათვის ეს გამოიყენა თვალიშვილი. ჯოინერი ჩაუვარდა აცილებული ბურთი, ხორცნა ვერ ჩააგდო. დრო 58-52, 6 გულა მასპინძელ გულიავა შემოაქვს ბურთი, გადააწოდა უილიამს თუ არა ვის და უილიამსი იწყებს თავისი გუნდის შეტევას მასპინძლებმა. მეტნაკლებად შეძლეს უილიამსის განაიდრალობა მეორე მეოთხედში და ანგარიში თავით სასარგებლოდ წაიყვანეს. ბრენჩლი, კალადოზიშვილი, საჯი სასტვენი, გარბენი. თავის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ
გიორგი კორსანტია ქუთაისელთა შემადგენლობაში მათ 13 გოლა შეძინა გუნდა, რა თქმა უნდა, გაკი დვალიშვილი მისი მონაგარი 18 გოლა იყო მარტო პირველ მეოთხედში. უილიამსი სტუმართა მეორე ნომერი ეს არც გაგვიგვირდება მისი მონაგარი პირველ ნახევარში იყო 18 გოლა და 18 გოლა ჰქონდა ბრენჩლისაც კი ბატონო და ბრენჩლი 2 გოლა შეძინა თავისი გუნდის ყოლებას და თავის აქტივსაც. აი ეს ორი კალათბურთელი იქეთ, ორი კალათბურთელი სტუმართა შემადგენლობაში 18 გოლის საუკეთესო უილიამსი და ბრენჩლი, მასპინძელთა შემადგენლობაში კონსტანტია და დვალიშვილი. მასპინძელთა შეტევა ჯოინერი შევიდა კარგად და 2 გოლა. ბატონი გიორგი ჩვენთან ამობრძანდა. სუპერლიგის დირექტორი კიდევ ერთხელ შეგახსენეთ ბატონი გიორგი ჯაფარიძე და სიტყვა გადავცეთ მას. მოგესალმებით ბატონო ზურა, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელსაც ტრიბუნებიდან ვადევნებდით პირველ ტაიმში თვალს და იმედია მეორე ნახევარიც არანაკლებ საინტერესო წარიმართება. გიორგი კორსანტიას კი კუთვნილი ჯილდო გადაეცა, ცოტა დაგვიანებით იქან გამომდინარე რომ მას სახლში რამოდენიმე თამაში გაუწია ტრამვის გამო. ჯობდა ეს გაკეთება მას არ უნდა გაუჭირდეს. ოჩხიკიძე მიდის საინტერესო სტატისტიკით, 6 გოლა, 6 ასისტი და საინტერესოა ორმაგ დადებს თუ არა. ნახოთ მივყვეთ მატჩის სრულებას. მაკლინი, გულიავა ფარფეშ 2 გოლა. ოთარ მულიავა 2 გოლა შეძინა მისი გუნდის აქტივ და 4 გოლამდე დაიყვანა მასპინძელთა უპირატესობა. ჯოინერი, სმიტი კლავ და პერსონალური ბრენჩლის. კიდევ ერთი ჯარიმა ბრენჩლის თვარწები მესამეა ხომ ისთვის? არა, მე მგონი არა, ეს იყო პირველი მისთვის. კი ბატონო, როდადებით კორსანტია მოძრაობების გასდადი შევიდა ფარფეშ, თორსა ვერ ჩააგდო, თვითონ მოხდა თავისი აცილებული თორსა და ჩააგდო ბოლო. აი ეს არის კორსანტია, მებრძოლი სული, მებრძოლი კალათბურთელი და მორიგი 2 გოლა მის ანგარიშზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საუკეთესო მექულეთა შორის ის უდგას ცხრილ სათავეში, მას ცოტა გუგვიანებით ვთქვათ. სტუმართა შეტევა ბრენჩლი არასდროს გადაცემა სმიტმა ჩაჭრა, სწრაფი გადაცემა ჯოინერი ფარფეშ შევიდა თორსა 2 გოლა. 66-58 გოლა მასპინძელთა უპირატესობა ამ დროისათვის. ბრენჩლიზე ის უნდა ვთქვათ, რომ გასულ ტურში სამაგდუბთან ძალიან ახლოს იყო, ერთი ასისტი დააკლდა. იმიტომ რომ მე მახსოვს ბრენჩლის სეზონის დასაწყისში რიმა საჩადრები ძალიან მომატებულია ამ კალათბურთელს. ასეთი სარგებლიანი ის თავისი გუნდისათვის ვერ იყო. სამაგი დუბლი ვახსენე და აუცილებლად უნდა ვთქვათ, კავკასიასა და მარგვეთის მატჩი პერიმ 19 ქულა, 15 მოხსნა, 12 ასისტი მიითვალა. მართალია კავკასიამ ვერ მოიგო, მაგრამ პერი 3 ნომერი კავკასიასთან შემადგენლობაში, აჰა. მაგრამ ისეთი სტატისტიკა ჰქონდა? გასაგები. ოჩხიკიძე, სმიტი. კლავ ოჩხიკიძე. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევს სწორედ ბათუმური. საკალათბურთო სკოლის აღზრდილია, გიორგის მამა კი არის ასისტენტი გულა ბერიშვილის. კორსანტიას 2 გოლა, კორსანტია თვალიშვილის ორსვლიანი კომბინაცია და მორიგი 2 გოლა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე. მასპინძელმა მეტნაკლებად შეძლეს უილიამსის პრობლემის გადაჭრა. მეორე ჩააგდო. 9 გოლა მასპინძელთა უპირატესობა. 8-8 მოგება ქუთაის საკუთარ კედლებში ერთ თამაში ზესტაფონში იყო და ისიც რა თქმა უნდა მიუთვალოთ თესეულსთან და თუ დღეს ეს მეცხრე შეხვედრაც მოიგო ქუთაისმა, რჩება ერთი თამაში იმისათვის რომ სახში წაუგებლად დაასრულოს რეგულარული სეზონი, ასევე თაზი აქვს ივერიონთან გამარჯვება მოპოვდა და რუსთავთან. ამასაც თვალყურებთ ფუტბოლში 10-10 მოგება უკვე აქვს. კი, მართალი ბრძანდებით მინდოდა შემახსენებია, მაგრამ გიორგის არაფერი არავის ხდება და სწორია ივერიონთან ურთულეს თამაში იყო პირველი ნახევრის შემდეგ გუნდი 18 გოლი იგებდა, ახლაც მახსოვს 53-35 იყო, მაგრამ ივერიონმა მესამე მეოთხე ძალიან კარგად ითამაშა, ამ გუნდმა გამოაჩინა თავის ძალა, რომელსაც დაფასება უნდა, შეფასება უნდა. ქუთაისლები რატომღაც მოეშნენ და კიღამ დაისაჯნენ ამისათვის. 21 წლების სეზონში საინტერესო სეზონი იყო, დუდუ დადიანი, ქორქია და თასი მოიგო ქუთაისმა და მოულოდნენ დინამოსთან. ქუთაისი თავის შექმნის დღიდან არის გრანდი. სუპერლიგის გუნდი, რომელიც მუდამ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის. ჯოინერი
კარგად შევიდა 2 ქულა. უილიამსის აქტიური ვეღარ არის ბატონო გიორგი და ეს ბათუმის თამაში დაეთქო უპირველეს ყოვლისა. მეორე ნომერი უფრო აქტიურდა აქეთ უილიამს ჯოინერი. ელიაძე ინარჩუნებს გულს. უილიამა მაკლინი ფარქვეშ 2 ქულა. კარგი დანამატია მაკლინი გააძლიერა გუნდი. კი. მაკლინი მაღლებში უჭირდა ძალიან ბათუმს ერთ-ერთ ილია ნოდარიძეს იმედად და მაკლინმა შეავსო ალბათ ის. ქაური სამფულიანი არ ვარდება. ელიაძე. ულიავა. ნოდარიძე ჩააგდო. მაკლინი ორსნა ვერ ჩააგდო მაკლინმა. სულაბერიძე მოხდა აცილებული ბურთი მას მიზებთან შეტევა. ბექაური ფარქვეშ ორსნა ვერ ჩააგდო კორსანტი ახსნას აცილებულ ბურთს. შორს წაგვიყვას. აი ბოლო ტრანსფერი სწორედ ლომიძე იყო. ბერეკაშვილს აქვს მომატებული. ბოლო წლებია მით უმეტეს. ბექაური არ ვარდება. ვერ ჩააგდო. უილიამსი ოჩკიგიძეს პერსონალური შენიშვნა. სტუმრები გვერდხაზიდან განაახლა შემდგომაც გოლი აუმშობოიდან ელიაძეს გადააწოდა ლომიძე. ნახოთ ლომიძე უილიამსი ეხსნება მას. უილიამს უჭერს გარედან სროლა და ცუცილობს სამწამიანი შევიდეს და ჯერჯერობით მეორე ტაიმში არ გამოდის. და კარგია ლომიძე და 2 ქულა. კი ბატონო თავის გულს. დაჩი ქავთარაძე გამოჩნდა პარკეტზე. გასცემდა შემადგენლობაში მერვე ნომრით. ოჩხიკიძე. ბექაური. გარბენი. კი ბატონო. 63 ასეთი ანგარიში 9 ქულა ამას მიდეთ თავუპირატესობა. უილიამს იწყებს თავისი გუნდის მორიგ შეტევას. ქავთარაძე აწუხებს მას, თუმცა გაიქცა, გამოუტანა ლონდარიძეს. ლოსონასოლი არ ვარდება. ის დარჩება ბურთი დარჩება მასპინძლებს. ქუთაისის მომდენო ტურში. რასაც თქვენ უკვე ისაუბრეთ პროგრამაში მოყვება 4-თა ფინალი. კი. VSA ქუთაისი უკვე რაღაც კლასიკად იქცა მიმდინარე სეზონის აბსოლუტურად ყველა ტურნირზე შეხვდნენ გუნდები. დადიანზე VSA მოიგო, ქორქიაზე ქუთაისმა და ნახოთ ხაზზე რომელი გუნდი გაიმარჯვეს და სუპერლიგაში გაცვალეს მოგებები. ბექაურის სროლა ზუსტია. სმალობდა ბექაური ბევრჯერ ვერ გამოიყენა ფარქვეშ საჭმელო ორიანები და აი ეს სამფულიანი გამოუვიდა და 12 ქულით გაიყვანა თავისი გუნდი წინ ამ სამფულიანი შემდეგ. სამწამიანში კარგი კომბინაცია ელიაძე ლონდარიძე, მაგრამ ვერ ჩააგდო ბერეკაშვილი. სამიანი გაუშვა ჩააგდო. ერთ-ერთი მაინც გავამწარეთ თუ ორივეში ვერა. ერთ-ერთი მაინც გავამწარეთ. ესპანეთი, საბერძნეთი, ეს ესეთი გრანდები და იტალია. კვიპროსი. აი ეს უნდა უილიამს. აი უილიამსის შესვენება რა. შესვენება როგორც უნდა ევროპის ჩემპიონატისთვის საინტერესოა. აი გუჩი წავიკითხე ეს ვეზაკოვის დამატება, ეს იოლი და მასპრობა საქმე არ გახართ ამ ძალიან დიდი ძალა. ევროლიგის MVP-ია, კაც. ოჩხიკიძე. ბექაური დაიმორჩილა ბურთი როგორც უნდა ყორსა. ჩავარდა ესეც. შესაბამისად 79-66. მიიღო კალათი. 79-63 ქულა მას მიდეთ თავუპირატესობა. უილიამსი. ლონდარიძე. სულაბერიძე უდგას, გაცდა სულაბერიძეს, ვერ ჩააგდო სულაბერიძე საცილებულ ბურთს იწყებს მას მიდეთთან შეტევას. ქავთარაძე. კარგი შესვლა, თვითონ ეცლობდა დამთავრებას არ დამთო, თუმცა ოჩხიკიძე ხსნის და არც ოჩხიკიძეს მასროლი არ ვარდება. უილიამსი. კარგი შესვლა უილიამსის და აი ამ ხელა კაცთან ესე ვთქვათ, სიმაღლეში რამ ხელას მოვა ქონდა, მაგრამ დაასრულა. ბექაურს გადაატარო ასე ბურთი, ასე იოლა და 2 ქულა მოუტანო ბურთს. ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ ამგად შეუძლია და აკეთებს. 79-68. ქავთარაძე. არც მისი ნასროლი მეორე არ ვარდება, ლავლომიძე. ფრენჩლი. ლონდარიძე სამწამიან ზონაში.
თულეს რამ გადაწყვიტა და ორმაგი დაცვა იყო ბექაური გამთარაძე ვერ შეძლო ჩაეგდო ორსვლიანი კომბინაცია ბარქვეშ და ორი ქულა ბოლო წუთი მეოთხედის გამოიყენა სულობერძე მაეს ერთგულიანი სამგულიანი გამოვიდა მის შეტევა 82-68 14 ქულა მას მიძებდა უპირატესობა ყარატოძიშვილი სამქულიანი ესროლა მან არ ვარდება ოჩკინზე ხსნის და სწრაფად დაიძრა მეტოქის ნახევარზე აი ეს გადაცემა გავიდა ფერეკაშვილი ლომბიძემ ვერ დაიმორჩა და ჯარიმაა თუ არ ვწდები კი თუ ჯარიმა ორი სროლა 18 ქულა 6 მოხსნა ორივე გამოიყენა ლომბიძე მარც არის გასაკვირი ლომბიძე ერთ-ერთი საუკეთესო სროლელი გადაწყვეტილი გახდა ჩვენი ჩემპიონატისა ქუთაისი ის აღინიშნოს რომ მეორე წრეში წაუგებელია ყველა შეხვედრა მოიგო ქუთაისის გუნდმა ეს მეშვიდე მატჩია მეორე წრეში წინა 6-დან 6 თამაში აქვს მოგებული თაზეც და ჩემპიონ უფრო სუპერლიგაზე ვსაუბრობთ ორი თაზეც წარმატებას მიღწევა ორი ეტაპი გადალახა მეორე წრეში ორი ეტაპი გადალახა 4-თა ფინალშია მართალია გასვლით თამაშები წააგო მაგრამ რასთავარია შედეგი დადო და შინ რუსთავიც და ივერიონის დაამარცხა მაგლინი არაზუსტი ხორცდა და ისროლოს სულობერიძე კიდაღამ ჩააგდო 82-70 აი ესეთი ანგარიში 3 მეოთხედის შემდეგ 12 ქულა ამას მიძებდა სავსე დარბაზი აი სავსე დარბაზი და სალამაჩი დაწყებულა და როიწვია გახურებულა ზაზა მითხრა ჭკიკვაძე დარბაზის დირექტორმა კომპლექსის დირექტორმა წინა დღეს მირეკავდი მეგობრებო 1-2 ადგილი იქნებ შემინახო ხვალინელ თამაშეო როცა პლეიოფები და ის იყო ძალიან სავსე დარბაზი იყო ხოლმე ქუთაისის არ მოგვიდა ქუთაისში ვიყავი პირველად ამ დარბაზში ჩემპიონები რო გახდნენ დინამოსთან სუპერულად 2016-ში მაშინ ისეთი ატმოსფერო იყო ვიცი რომ ხალხი წინა დღეს შემოვიდა და იჯდა დარბაზში რომ მეორეს ადგილი შეხვედროდათ გარეთაც იყო ხალხი გატევაში ბრენჩლის შემოხურთი უილიამს გადააწოდა შეტევების მათუმეთა შეტევების სულსა და გულს ნახოთ შეტევათა მოტორი ორიგინალური თორსაა კავკასირო რაღაცნაირად ესვის არც მინახავს გაწევს ორივე ხელს და შემდეგ თავისებური ტექნიკა მაგრამ როგორც ითქვია გამარჯვებულებს არასამართლებენ და ბუნებრივია ვერ დაუწუნებს პირიქით ფერეკაშვილი ესაფულიანი არ ვარდება ბრენჩლი მოხსნა და დაიწყო მორიგი შეტევა ბათუმელების ბრენჩლის აქ ჯოინერმა შეაჩერა უილიამსი ამჯერად შევიდა მოუწია პასის გამოტანა გარეთ სამიანი ლუკა კალატოზიშვილი საფულიანი 22-73 აქ ჯოინერი ლომბიძე აწუხებდა თუმცა გადმოიტანა ჩაეტია 8 წამში კორსანტია 10 წამი შეტევისთვის განკუთვნილი დრო ვალიშვილი სმიტი ჯოინერი ალბათ ის შეუტევს არ ვარდება თუმცა კორსანტია ხსნის და აგდებს მერვე მოხსნა კორსანტიას და 21 ქულა არ გალატებს შეულს ტრადიციას გიორგი კორსანტია და კალატოზიშვილი ბრავო ორი ქულა ჩვენიერი გადაცემა იყო უილიამსის ზედიზეთ 5 ქულა შემატა ლუკამ თავის გუნდს კვლავ 9 ქულა ფერეკაშვილი ჯოინერი ვალიშვილი ბრავო ვალიშვილი ორი ქულა 86-75 11 ქულა უილიამსი ცდილობს რომ როგორმე შეაღწიოს აბატონო შევიდა და თუკი ხელს არ შეუშლი უილიამს ვერ გააჩერებ ისე 86-79 ქულა ჯერჯერობით მასპინძლები ინარჩუნებენ ამ 9 ქულიან უპირატესობას მაგრამ უილიამსის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს გუნდმა არაზუსტი თორს და ბურთის სტუბრებს და შეტევაც მათია უილიამსი კალატოზიშვილი ჯოინერი ეთამაშება ცუდი გაცვლა იყო და საბოლოოდ ორი ქულა დიდი დარჩა პატარასთან და შეუსრულა ჯოინეს
86-79. მხოლოდ 7 ქულა უპირატესობა ქუთაისის, ჭირდება ქუთაისის შეტევა. შედეგიანი შეტევა თუ კიდე ორქულიანი იყოს, აუცილებლად ჭირდება 7 წამი გუნდ შეტევისათვის. სმიტი თვითონ ეცდება დაასრულა და დაასრულა ეს შეტევა 9 ქულა. თული ბურთი ჩააგდა, თუმცა მარტივი ჩანდა, ისე შეასრულა. უილიამსი არის გასაჩერებელი. კი ბატონო. დაიმაუტი უილიამსი, ბულიავა, კალატოზიშვილი და მაკლინი. ჯოინერი უნდა გადმოვიდეს უკვე დრო არის, გადმოვიდა. არ დაარღვია 8 წამის წესი. ბერეკაშვილი, დვალიშვილი არ გავიდა ეს გადაცა ვის შევა? ქუთაისის შევა. სმიტი მიიღებს ამ ბურთს არა, გაიხსნა სულაბერიძე. სმიტი ეხსნებოდა. სამიანი გაუშვა, არაზუსტია. მაკლინი. გადააწოდა უილიამსას, თუმცა შეტევაც დაიწყება. ისე მოვიდა სატრადე უილიამს არავის შეხვედრია და ბუნებრივია. ის ხელშეღებას არც ცდილობდა კალატოზიშვილი. ახმებით ბულიავა შემოაქვს მუნთი გვერდი ხაზიდან. კალატოზიშვილს აუტანა, ლომიძე მოძებნა კალატოზიშვილმა. სამიანი გაუშვა ლომიძემ, ვერ ჩააგდო, კურსანტია მოხდა აცილებული ბურთი, ჯოინერი იწყებს შეტევას, სმიტი შევიდა ფარქვეშ, ჩააგდო. ასრულებს. ეს გამოვიდა, სამქულიანი გამოვიდა. უილიამსი. დავიდა მეტოქის ნახევარზე, ოჩკიძე ეთამაშება. ახოთ იქ ეძებდა. ბაგლინი, ბრენჩლი. გაუშვა სამიანი ჩააგდო ბრენჩლი. ეს არ უნდა და ქუთაის, ეხა ეს უნდა აიღო და უკვე კომფორტულად იყო. დაბრუნდა ექსკულიანი უპირატესობა ისევ. ჯოინერი. ორსანტია. სულაბერიძე მიიღებს, ბერეკაშვილი არ ვარდება, ეთყობოდა ტრაექტორიას თავიდან. ეთყობოდა ზუსტად ჩვენც იქნებოდა ყოველივე და კარგად ჩანდა რომ იცდებოდა კალას მაკლინი, ბულიავა, ჯოინერს პერსონალური შენიშვნა. ბულიავა. ბრენჩლი. ბულიავა. კალატოზიშვილი. ჩააგდო, გამოიყენა ეს შანსი და სამქულამდე დაიყვანა ანგარიშის ხოვობა. 91 აქტიურდეს უბრალოდ მეოთხეში. 91-88. სამი ქულა ქუთაისთან და უპირატესობა. ოჩხიგიძე სამიანი ძალიან ჩააგდო ოჩხიგიძე. ეს იყო ალბათ შეიძლება გადამწყვეტით აღმოჩნდეს ეს სამქულიანი ამ შეხვედრაში. კარგად ეთამაშება ეხა ოჩხიგიძე აქ უილიამს და აართვეს ერთობლივად ოჩხიგიძე იქით სულაბერიძე იყო, თუმცა ბულიავა. კალატოზიშვილი ბრავო. მეორე ტაიმში ძალიან კარგია კალატოზიშვილი. ჯოინერი ისწრებს მასპინძელთან შეტევას. გრეკაშვილი. ჯოინერი. სულაბერიძე სამიანი გაუშვა პერიმეტრიდან ვერ ჩააგდო. ოჩხიგიძეს მეუვიდა აცილებული ბურთი, დიდი ასკლა დაქონდა ბურთი და ოჩხიგიძეს ჩაუვარდა ხელში. სულაბერიძე და გაიტანოს ეხა პერიმეტრზე, არა თვითონვე შევიდა და ჩააგდო. გამაჩუმა უმალ ურთულესი ორი ქულა, ძალისმიერი ორი ქულა. სულაბერიძის მიერ აღებული თავისი ბურთისათვის ექსკულიანი უპირატესობა დაებრუნეს ქუთაისელებმა 96-90. ბულიავა მარტა 24 ნომერი სარიბურთით. აქ კარგი იყო ორსანტია. 4 წამი მაკლინი. ორივე გამოიყენა მაკლინი. მატჩი გაძაბულობა და ინტრიგა ამ მატჩს არ დასაწყისში აქვს, მაგრამ ქუთაისელები საკმაოდ კომფორტულ უპირატესობას ფლობდნენ. 11 ქულა აეცი მიდიოდა, მაგრამ აი ახლა მხოლოდ 4 ქულა. მათი უპირატესობა ჯოინერი, სულაბერიძე, სამიანი ესრულა, კარგად დაუფარა კალატოზიშვილმა. კალატოზიშვილი ფარქვეშ ხორს და ჩააგდო. 96-94. ესეთი რთული თამაში არ მახსოვს ბოლოს ოდის ქონდა სახში ქუთაის. ალბათ მარგვეთთან, ხო?
ხო შეიძლება, მაგრამ არ გეთახმა საბოლოოდ 10 ქულიანი უგრძნობა დამიცი დაასურით 92, მაგრამ ეს ამას ვერ გეტყვი, რაღაც ისეთი თამაშია, ვერაფერს იტყვი. აქ ჯოინერმა უნდა შეინარჩუნოს, 4 წამი აქვს, უკვე სასროლია დვალიშვილი. დვალიშვილი შევიდა. ბრავო გაკიდვალიშვილი, ბრავო. უასრო ბოლო წამზე დვალიშვილმა. დროსთან ერთად ჩააგდო სირენასთან ერთად. ახლა მარტივ დაცვაში ყურადღება მას მისდევს. გალატოზიშვილი დარჩა, მარტო ხორცნა ვერ ჩააგდა, კიდე ბრავო დვალიშვილი ხსნის. თორემ მეოთხეში გალატოზიშვილი შეუჩერებელი იყო სტუმართა შემადგენლობაში ხორცადია. ჯოინერს გაუტანა საშუალო ორქულიანი ჯოინერი. გააგდო, ტაიმაუტი ღებს კი. 94 და სანტია ჯოინერი დვალიშვილი სულაბერიძე ეს უკვე გახლავთ ქუთაისელთან. ბატონო უილიამსი რენჩლი სულაბერიძე უდგას სამიანი გაუშავ ერთი ვერ ჩააგდო ორსატიაში ჩება საბოლოოდ ბურთი გადააწოდა ოჩკინგიძეს ალბათ ოჩკინგიძემ არ უნდა იჩქაროს იჩქარა ესროლა სამიანი ვერ ჩააგდო არსად ეჩქარებოდა რატო იჩქარა ვერ გავიგე გულიავა 10 წამი სტრაფი შეტევა სტუმრებს არ გამოვიდა გულიავა სამიანი არა ზუსტია მაგრამ იქვია სად ხსნის ვილიამსი იქვია ვილიამსი შეიჭრა მედოგეს ფარფეში და ორი ქულა შეძინა თავის გულს არ უნდა ეჩქარა ოჩკინგიძეს ჯოინერი სულაბერიძე დვალიშვილი კორსანტია ფარფეში არ ჩავარდა რა ბურთი არ ჩავარდა გულიავა რენჩლი ბრავო ბრენჩლი შევიდა ბრენჩლი კარგად გაატარეს თუ გაიარა თუ როგორც არის 102 კორსანტია უნდა იჩქაროს ახლა გადმოვიდეს სამი მეათედი წამი ბათუმელ ბურთი ბათუმელებს ვილიამსი ლონდარიძე რენჩლი სამიან ვერ ჩააგდო ბურთი დვალიშვილი ხსნის ბრავო გაგიდვალიშვის ვილიამს პერსონალური არავინ არ მივიდა აქ ბათუმმა მესამე გუნდური აიღო ეცდება ალბათ ხა მეოთხეც აიღო არა როგორც ჩანს უჯარიმოთ უნდა აიღო ნახოთ ვაწამი გუნჩეტევისათვის ჯოინერი შევიდა ორიანი გაუშვა ვერ ჩააგდო და კორსანტია წინამდე დაჯარიმდნენ? არა, კორსანტია ჯარიმდება. ხალხთან თამაში. რენჩლი, ჯოინერი. ბრავო ჯოინერს. 4 და 1. და მეოთხე ჩავარდა ეს ბურთი, ჩავარდა. კი, ჩავარდა, ჩაითვალა. გავიცავ ბენჩის ატოტოვებდნენ ჯარიმა რატო არ აიღეს? შეიძლება და კიდე ჯარიმის აღებას რატო არა ერთ სიტყვით ეს ბურთი ჩაითვალა 0.1 მეტეცან ფაქტორად არაფერი არ არის დარჩენილი. ურთულესი ამ დროში რამის მოსრება. ბრავო ბრენჩლი. მაგრამ რატო დარჩათ ეს არის საინტერესო. რა ხდება ხოლმე ბრენჩლი მეს გამოიყენა ეს უყურადღება. მეხუთე ბრავო ბათუმი, ბრავო. სასწაული შეხვედრა მოიგეს ბათუმელებმა. მიულოცოთ ბათუმელებს აი ეს გამარჯვება, ამით დიდი ნაბიჯი გადადგა და ფაქტიურად გაინაღდა. ჩავარდა ეს ბურთი, ჩავარდა. კი, ჩავარდა, ჩაითვალა. ბრავო ბრავო ბრენჩლი.